ძვირფასო მსმენელებო, ამ თემის პირველ ნაწილში ჩვენ ვისაუბრეთ ფირმის სტრატეგიაზე, რომელიც შეეხებოდა იმას, თუ რა შემთხვევაში ახერხებს ფირმა მოგების მაქსიმიზაციას. ეს ხერხდება პროდუქციის იმ რაოდენობის წარმოებისას, როდესაც ფირმის ზღვრული ხარჯები და ზღვრული შემოსავლები ერთმანეთს უტოლდება. მეორე ნაწილში ვისაუბროთ ფირმის სხვა სტრატეგიებზეც. კერძოდ ეს შეეხება დაკეტვისა და გასვლის თემას. დაკეტვა გულისხმობს საქმიანობის დროებით შეჩერებას. ფირმა იძულებული ხდება საქმიანობები მისი შეაჩეროს დროებით ბაზარზე, მანამდე სანამ კონიუნქტურა გამოსწორდება. ის აჩერებს გაყიდვებს თუ პროდუქციის წარმოებას გამომდინარე იქიდან, რომ შექმნილი კონიუნქტურა ბაზარზე მისთვის არახელსაყრელია, რადგან ის მოცემულ მომენტში ვეღარ უწევს კონკურენციას სხვა ორგანიზაციებს. და ფირმა იღებს გადაწყვეტილებას გასვლის შესახებ, როდესაც ის მოკლევადიან, გრძელვადიან პერიოდში ვეღარ ახერხებს უკვე კონკურენციის გაწევას. ამდენად დაკეტვა თუ გასვლა ეს არის ფირმის მოკლევადიანი ან გრძელვადიანი გადაწყვეტილება. მოკლევადიან პერიოდში ფირმა იღებს გადაწყვეტილებას დახურვის შესახებ, ხოლო თუ ეს გრძელდება დიდი ხნით, უკვე ორგანიზაცია იძულებული ხდება, რომ დატოვოს მან ბაზარი. დაკეტვა თუ გასვლა ამას უფრო კარგად ხსნის ეგრეთ წოდებული შთანთქმული ხარჯები. შთანთქმული ხარჯი პრინციპში არის ის ხარჯი, რომელიც წარმოექმნა ორგანიზაციას და მისი აღდგენა არის შეუძლებელი. მაგალითად, მოგების გადასახადი, რომელიც ორგანიზაციამ გადაიხადა წინასწარ. ამ გადასახადს მას პრინციპში უკვე არც არავინ აღარ დაუბრუნებს. ამდენად, ეს არის ხარჯი, რომელიც ვერ აღდგება. თუ ორგანიზაცია შესაბამისად ახერხებს ამ ხარჯის იგნორირებას, შთანთქმული ხარჯის იგნორირებას, ასეთ შემთხვევაში ორგანიზაცია იღებს გადაწყვეტილებას დაკეტვის შესახებ. ან დახურვის შესახებ, როგორც გქნებავთ. ხოლო როდესაც ორგანიზაცია უკვე ვეღარ უკეთებს იგნორირებას შთანთქმულ ხარჯებს, ასეთ შემთხვევაში ორგანიზაცია იღებს გადაწყვეტილებას ბაზრიდან გასვლის შესახებ. მოკლევადიანი და გრძელვადიანი პერიოდის სტრატეგია პრინციპში დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დამოკიდებულება არსებობს შემოსავალსა და ცვალებად ხარჯებს შორის და შემოსავალსა და ერთობლივ ხარჯებს შორის. განვიხილოთ ფირმის მოკლევადიანი გადაწყვეტილება დაკეტვის შესახებ. რა შემთხვევაში იკეტება ფირმა? როგორც სლაიდზე ჩანს, ფირმა იკეტება მაშინ, როდესაც ერთობლივი შემოსავალი ნაკლებია ორგანიზაციის ცვალებად ხარჯებზე. ანუ, როდესაც ორგანიზაცია ვერ ფარავს ცვალებად ხარჯებს, მაგრამ ის ახერხებს მუდმივი ხარჯების დაფარვას, მანამდე სანამ ორგანიზაცია ახერხებს მუდმივი ხარჯების დაფარვას, მანამდე შესაბამისად ორგანიზაცია ცდილობს მოკლევადიან პერიოდში ბრძოლას, კონკურენციის გაწევას და ელოდება იმ დროს, მანამდე სანამ კონიუნქტურა საბაზრო გამოსწორდება. ესე იგი, ფირმა იკეტება მაშინ, როდესაც ერთობლივი შემოსავალი ნაკლებია ცვალებად ხარჯებზე, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იკეტება მაშინ, როდესაც საშუალო ერთობლივი შემოსავალი ნაკლებია საშუალო ცვალებად ხარჯებზე, თუ ტოლობის ორივე მხარეს შევაფარდებ პროდუქციის რაოდენობასთან, მაშინ მივიღებთ ტოლობის ერთ მხარეს საშუალო ერთობლივ შემოსავალს და მეორე მხარეს საშუალო ცვალებად ხარჯებს, ისე რომ ტოლობა არ დაირღვევა და გამომდინარე იქიდან, რომ ფირმის საშუალო ერთობლივი შემოსავალი იგივეა, რაც საბაზრო ფასი, აქედან გამომდინარე ფირმა იკეტება მაშინ, როდესაც საბაზრო ფასი არის ნაკლები საშუალო ცვალებად ხარჯებზე. ანუ თუ ფირმა ყიდის პროდუქტს ფასად, რომელიც უფრო ნაკლებია ვიდრე მისი საშუალო ცვალებადი დანახარჯი, ასეთ შემთხვევაში ფირმა იკეტება. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, თუ
ერთეულ პროდუქტზე გაწეული წარმოქმნილ ცვალებად ხარჯებს ვერ ფარავს იმ შემოსავალი, რომელიც ორგანიზაცია მიიღო ერთეული პროდუქციის რეალიზაციის შედეგად, შესაბამისად ფირმა იღებს გადაწყვეტილებას დაკეტვის შესახებ. ის დროებით იხურება გამომდინარე იქიდან, რომ ის მაინც ახერხებს გარკვეული ხარჯების დაფარვას, რომელიც ცვალებადი ხარჯების გარდა წარმოიქმნება. ეს ძირითადად ეხება მუდმივ ხარჯებს. გრაფიკულად გავანალიზოთ ახლა სიტუაცია. ეს არის იგივე ჩანაწერი, რაც წინა სლაიდზე, უბრალოდ წარმოდგენილია გრაფიკები. თქვენ ხედავთ ზღვრული ხარჯების მრუდს MC-ს, საშუალო ერთობლივი ხარჯების მრუდს ATC-ს და საშუალო ცვალებადი ხარჯების მრუდს AVC-ს. საშუალო ერთობლივი ხარჯები არის უფრო ზევით, მაღლა მდებარეობს ვიდრე საშუალო ცვალებადი ხარჯები, გამომდინარე იქიდან, რომ საშუალო ერთობლივი ხარჯები საშუალო ცვალებადი ხარჯების გარდა მოიცავს საშუალო მუდმივ დანახარჯებს და შესაბამისად ჩვენ გვაინტერესებს მოკლევადიანი, თქვათ, გადაწყვეტილების ანალიზის დროს ის წერტილი, სადაც ზღვრული ხარჯები კვეთს საშუალო ცვალებად დანახარჯებს. ანუ იქ სადაც ზღვრული ხარჯები კვეთს საშუალო ცვალებად დანახარჯებს, ანუ იქ სადაც პროდუქციის ფასი უტოლდება საშუალო ცვალებად დანახარჯებს, ასეთ შემთხვევაში ორგანიზაცია ცდილობს, რომ მოკლებადიან პერიოდში გაიუმჯობესოს მდგომარეობა და იბრძოლოს, ანუ კონკურენცია გაუწიოს შესაბამისად სხვა კომპანიებს. მაგრამ როგორც კი ფასი შემცირდება და ის უფრო ნაკლები იქნება საშუალო ცვალებად დანახარჯებზე, ანუ თქვენ ხედავთ სტაფილოსფრად თუ ფასი უფრო დაბალი იქნება, ანუ უფრო დაბლა მოთავსდება ვიდრე საშუალო ცვალებადი დანახარჯები, ასეთ შემთხვევაში ორგანიზაცია დაიკეტება, ხოლო მანამდე სანამ ფასი მაღალია საშუალო ცვალებად ხარჯებზე, მაგრამ დაბალია საშუალო ერთობლივ ხარჯებზე, შესაბამისად ორგანიზაცია მოკლევადიან პერიოდში ცდილობს, რომ ასე ვთქვათ, იბრძოლოს და კონკურენცია გაუწიოს სხვა ფირმებს. გამომდინარე აქედან, ზღვრული ხარჯების მრუდის ის ნაწილი, აი ზღვრული ხარჯების მრუდის ის ნაწილი, რომელიც მდებარეობს. შესაბამისად, საშუალო ცვალებადი ხარჯების მრუდის ზევით წარმოადგენს მიწოდების მრუდს მოკლევადიან პერიოდში. ამდენად. შესაბამისად, ზღვრული ხარჯების მრუდის ის ნაწილი, რომელიც მდებარეობს საშუალო ცვალებადი დანახარჯების მრუდის ზევით. ანუ მონაკვეთი, რომელიც მდებარეობს საშუალო ცვალებადი ხარჯებსა და MC-ს ის მონაკვეთი, რომელიც მდებარეობს საშუალო ცვალებად ხარჯებსა და საშუალო ერთობლივ ხარჯებს შორის. სწორედ ეს არის ფირმის მიწოდების მრუდი მოკლევადიან პერიოდში. როდის ტოვებენ უკვე ფირმები ბაზარს? ფირმები ტოვებენ ბაზარს მაშინ, როდესაც უკვე მათი ხარჯები მთლიანობაში აჭარბებს მათ შემოსავალს. ანუ როდესაც ერთობლივი შემოსავალი არის უფრო ნაკლები, ვიდრე ერთობლივი ხარჯები. ანუ საშუალო ერთობლივი შემოსავალი უფრო ნაკლებია, ვიდრე საშუალო ერთობლივი დანახარჯი. ანუ როდესაც ფასი უფრო დაბალია, ვიდრე საშუალო ერთობლივი ხარჯი. ისევ შეგახსენებთ, რომ საშუალო შემოსავალი და ფასი არის ერთი და იგივე კონკურენციის ბაზარზე. ტოლობის ორივე მხარეს თუ შევაფარდებთ პროდუქციის რაოდენობაზე, მაშინ ტოლობის ერთ მხარეს მივიღებთ საშუალო ერთობლივ შემოსავალს, მეორე მხარეს კი საშუალო ერთობლივ დანახარჯს და შესაბამისად მივიღებთ სიტუაციას, რომ თუ საშუალო ერთობლივი ხარჯები უფრო მაღალია ვიდრე პროდუქციის ფასი, ასეთ შემთხვევაში ორგანიზაციას მოუწევს ბაზრის დატოვება უკვე გრძელვადიან პერიოდში. და ეს ბუნებრივიც არის. საქმე ის არის, რომ
საშუალო ერთობლივი ხარჯი ეს არის ის დანახარჯი, რომელიც ორგანიზაციას აქვს ერთეული პროდუქციის წარმოებაზე. ერთი ერთეული პროდუქციის შექმნაზე წარმოქმნილი ხარჯი. თუ ერთეულ პროდუქციას ორგანიზაცია უფრო ჯამში უფრო ნაკლებ ფასად ყიდის, ვიდრე მასზე არის დანახარჯი გაწეული, ასეთ შემთხვევაში ორგანიზაციას გრძელვადიან პერიოდში უწევს უკვე ბაზრის დატოვება. რადგან ორგანიზაცია უკვე გრძელვადიან პერიოდში ვეღარ ახერხებს მუდმივი დანახარჯების დაფარვას. ფირმები პირიქით შედიან ბაზარზე, როდესაც ერთობლივი შემოსავალი აღემატება ერთობლივ ხარჯებს. ანუ ერთეულზე წარმოქმნილი ხარჯები, ერთეული პროდუქციის წარმოებაზე გაწეული დანახარჯები არის უფრო მცირე, ვიდრე პროდუქციის ფასი. ასეთ შემთხვევაში ორგანიზაციები მუშაობენ მოგებაზე. როდესაც ფასი უტოლდება საშუალო ერთობლივ დანახარჯებს, ასეთ შემთხვევაში ორგანიზაციებს არ აქვს არც მოგება და არც ზარალი. შესაძლებელია შეგახსენოთ, რომ ორგანიზაციის მიერ ერთეული პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი შეიძლება იყოს უფრო მაღალი, ვიდრე საშუალო ცვალებადი ხარჯი, მაგრამ ის უტოლდებოდეს საშუალო ერთობლივ დანახარჯებს. ის თუ უტოლდება საშუალო ერთობლივ დანახარჯებს, მაშინ ორგანიზაცია მუშაობს ნულოვან მოგებაზე. მაგრამ როდესაც უკვე ფასი ნაკლებია საშუალო ერთობლივ დანახარჯებზე, შესაბამისად ორგანიზაციას უკვე უწევს ბაზრის დატოვება. ეს შეგვიძლია ვნახოთ გრაფიკულადაც, თქვენ ხედავთ რა შემთხვევაში ტოვებს ფირმა ბაზარს. როდესაც ფასი გადაკვეთს საშუალო ერთობლივ დანახარჯებს, ანუ ATC-ს. როდესაც P გადაკვეთს ATC-ს. როდესაც P გადაკვეთს ATC-ს, შესაბამისად ეს არის ის კრიტიკული წერტილი, როდესაც ორგანიზაციამ ან მოქმედმა ორგანიზაციამ უნდა დატოვოს ბაზარი, ან ახალი ორგანიზაცია უნდა დაიკავოს შესაბამისად ბაზრის უკვე სათანადო სეგმენტი. შესაბამისად ფირმა ტოვებს ბაზარს, როდესაც P ნაკლებია ATC-ზე და ფირმა შედის ბაზარზე, როდესაც P მეტია ATC-ზე. რა არის გრძელვადიანი მიწოდების მრუდი კონკურენციის ბაზარზე? ეს არის საშუალო ერთობლივი ხარჯების მრუდის ზევით მდებარე მონაკვეთი. წარმოადგენს გრძელვადიანი მიწოდების მრუდს ბაზარზე. ის რაც შეფერადებული არის ნარინჯისფრად. მაისადამე ორი სავარაუდო სტრატეგია დაკეტვა და გასვლა ბაზრიდან. ფირმა იკეტება თუ მისი საშუალო ცვალებადი ხარჯები უბრალოდ მეტია პროდუქციის ფასთან მიმართებაში. უბრალოდ უკაცრავად პროდუქციის ფასი აღემატება საშუალო ცვალებად დანახარჯებს, მაგრამ ის ვერ ახერხებს საშუალო ერთობლივი ხარჯების მთლიანად დაფარვას, რადგან საშუალო ცვალებადი ხარჯების გარდა არსებობს ეგრეთ წოდებული მუდმივი ხარჯები, მაგრამ როდესაც უკვე ფასი უფრო მცირეა რეალიზაციიდან ამონაგები ერთეული პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი უფრო მცირეა ვიდრე საშუალო ერთობლივი ხარჯები, ასეთ შემთხვევაში ორგანიზაციას უკვე უწევს ბაზრის დატოვება. განსხვავდება ორგანიზაციის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიწოდების მრუდები. შესაბამისად, მიწოდების მრუდი ეს არის ზღვრული ხარჯების მრუდი, როგორც ეს პირველ ნაწილში აღვნიშნეთ. მოკლევადიანი მიწოდების მრუდი მდებარეობს საშუალო ცვალებადი ხარჯებსა და საშუალო ერთობლივ ხარჯებს შორის, მრუდების ქვეშ, ეს არის ზღვრული ხარჯების მრუდის მონაკვეთი, ხოლო გრძელვადიან პერიოდში გრძელვადიანი მიწოდების მრუდი
არის ის მონაკვეთი, რომელიც მდებარეობს საშუალო ერთობლივი ხარჯების ზევით. როგორ გაიანგარიშება მოგება კონკურენციის ბაზარზე? მაქსიმალური მოგება ეს არის პროდუქციის იმ რაოდენობის წარმოებაზე, სადაც ზღვრული ხარჯები კვეთს ზღვრულ შემოსავალს. ანუ სადაც P მწვანე ფერის ხაზი გადაკვეთს MC-ს იმ წერტილში. პროდუქციის ამ რაოდენობაზე, აი Q რაოდენობის წარმოებისას, ერთეულ პროდუქციაზე წარმოქმნილი ხარჯი შესაბამისად ATC აი ის რაც მეორე შავი წერტილით არის აღნიშნული. აი P-სა და ATC-ს შორის სხვაობა გვაძლევს იმ მოგებას, რომელიც წარმოიქმნება ერთეული პროდუქციის რეალიზაციის შედეგად. შესაბამისად, ერთი ერთეული მოგების ნამრავლით გაყიდული პროდუქციის რაოდენობაზე გვაძლევს მთლიან მოგებას. ამდენად სხვაობა P-სა და ATC-ს შორის უნდა გავამრავლოთ ჩვენ Q-ზე იმისათვის, რომ მივიღოთ მთლიანი მოგება. თუ გრაფიკულად გავაანალიზებთ ამას, ეს არის შეფერადებული მართკუთხედის ფართობი. სიგრძე გამრავლებული სიგანეზე. ანუ სხვაობა P-სა და ATC-ს შორის გამრავლებული პროდუქციის რაოდენობაზე. კონკრეტულ შემთხვევაში ორგანიზაციას გააჩნია მოგება, რადგან ფასისა და ზღვრული ხარჯების გადაკვეთის წერტილი მდებარეობს უფრო მაღლა, ვიდრე ერთობლივი ხარჯების მრუდის ის წერტილი, რომელიც წარმოიქმნება ზღვრული ხარჯებისა და ფასის გადაკვეთის შედეგად. ზღვრული ხარჯებისა და საშუალო ერთობლივი ხარჯების მრუდების გადაკვეთის წერტილი მდებარეობს აი აქ, სადაც ზღვრული ხარჯები გადაკვეთს საშუალო ერთობლივ ხარჯებს. აქ ხედავთ, რომ შესაბამისად პროდუქციის წარმოება ერთეულ პროდუქტზე ამ შემთხვევაში არის მინიმალური, ანუ ეს არის მასშტაბის უკუგების ეფექტი. მაგრამ ამ რაოდენობის წარმოებაზე კი არ იყიდება, უпростоრად ამ რაოდენობის რეალიზაციაზე კი არ მიიღებს ორგანიზაცია მაქსიმალურ მოგებას. ანუ მაქსიმალურ მოგებას მიიღებს იმ რაოდენობის რეალიზაციაზე, სადაც ზღვრული ხარჯები გადაკვეთს ზღვრულ შემოსავალს. შესაბამისად, საშუალო ერთობლივი ხარჯები შესაძლებელია იყოს მცირედით უფრო მეტი, ანუ ერთეულ პროდუქციაზე წარმოებული ხარჯები შეიძლება იყოს უფრო მაღალი, ვიდრე მასშტაბის უკუგების ეფექტი, მაგრამ ჯამში გაყიდული პროდუქციის რაოდენობა გამრავლებული სხვაობაზე ფასსა და საშუალო ერთობლივ ხარჯებს შორის მოგცემთ თქვენ ყველაზე შესაძლო მაქსიმალურ მოგებას, რაც კი შეიძლება მიიღოს ორგანიზაციამ მოცემულ ბაზარზე. ეს არის უკვე ზარალის ნიმუში. ანუ წინა სლაიდში ორგანიზაციას ჰქონდა მოგება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ორგანიზაციას აქვს ზარალი. რატომ? რადგან თქვენ ხედავთ, რომ X წერტილი, სადაც ფასი კვეთს ზღვრულ ხარჯებს, არის უფრო დაბლა, ანუ უფრო დაბლა მდებარეობს, ვიდრე სადაც შესაბამისად დანახარჯი, ერთობლივი საშუალო დანახარჯი წარმოიქმნება. სხვაობა P-სა და ATC-ს შორის გვაძლევს მოგებას ან ზარალს ერთი ერთეული პროდუქციის რეალიზაციის შედეგად. ამ შემთხვევაში ეს არის ზარალი, იმიტომ რომ საშუალო ერთობლივი ხარჯი უფრო მაღალია ვიდრე პროდუქციის ფასი. აი ეს სხვაობა გამრავლებული პროდუქციის რაოდენობაზე მოგცემთ მთლიან ზარალს. ანუ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან ფასი უფრო დაბლა მდებარეობს ვიდრე საშუალო ერთობლივი ხარჯების მრუდი, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ორგანიზაცია გაყიდული პროდუქტის და მიღებული შემოსავლის შედეგად ვერ ფარავს საშუალო ერთობლივ ხარჯებს. გრაფიკულად ზარალი გამოიანგარიშება შეფერადებული მართკუთხედის ფართობის მიხედვით, რომელიც იანგარიშება სიგრძის სიგანეზე ნამრავლით. ამ სლაიდზე უკვე მოცემულია
ინდივიდუალური ფირმის და საბაზრო მიწოდება. ამ შემთხვევაში გვაქვს ინდივიდუალური ფირმის მიწოდება. შეგახსენებთ, რომ აქ კონკურენტულ ბაზარზე ფირმები არიან ფასის მიმდევრები, ამიტომ შესაბამისად $2 იყიდება 200 ერთეული პროდუქტი, $1 100 ერთეული პროდუქტი, ეს ნებისმიერი ორგანიზაციისათვის 100-ია. რამდენი ორგანიზაციაც არის წარმოდგენილი ბაზარზე, იმ ორგანიზაციათა მიერ გაყიდული პროდუქტების რაოდენობები უბრალოდ ჯამდება. ამდენად თუ ბაზარზე არის წარმოდგენილი შესაბამისად n რაოდენობის ორგანიზაცია, b მაგალითი უკვე გიჩვენებთ, რომ უკვე შესაბამისად $1-ად რო 100 იყიდება წარმოდგენილი ორგანიზაციების მიხედვით, უკვე $1-ად შესაბამისად ჯამში გაიყიდება ბაზარზე 100,000 ერთეული პროდუქტი. ხოლო $2-ად გაიყიდება 200,000 ერთეული პროდუქტი. გრძელვადიან პერიოდში ფირმების მოგება არის ნულოვანი. შეგახსენებთ, რომ კონკურენციის ბაზარზე შესვლა და გასვლა არის თავისუფალი. ბაზარზე შესვლა წარმოებს მანამდე, სანამ ბაზარზე შესაძლებელი არის მოგების მიღება. მანამდე, სანამ ფირმებს შეუძლიათ მოგების მიღება, მანამდე ფირმებს უღირთ, რომ მოცემულ ბაზარზე შევიდნენ და მოსინჯონ ნიადაგი, გაყიდონ შესაბამისად თავიანთი პროდუქტი. რაც უფრო მეტად იზრდება ფირმების რაოდენობა და ასე ვთქვათ, მომხმარებლებისათვის იზრდება ფირმებს შორის კონკურენცია, ეს აისახება უკვე ფირმების საფასო სტრატეგიაზეც, ანუ მაღალი კონკურენცია იწვევს ფასის შემცირებას. და ფასის მცირდება კი მანამდე, სანამ ფირმის მოგება გაუტოლდება ნულს, ანუ ფასი მცირდება მანამ, სანამ ფასი, ანუ ფირმის საშუალო შემოსავალი გაუტოლდება საშუალო ერთობლივ ხარჯებს. თქვენ ხედავთ სიტუაციას, როდესაც ზღვრული ხარჯები და საშუალო ერთობლივი ხარჯები კვეთს შესაბამისად ერთმანეთს იმ მინიმალურ წერტილში, სადაც ერთ ერთეულზე პროდუქციის წარმოება არის ყველაზე მინიმალური. ანუ პროდუქციის იმ რაოდენობას გიჩვენებთ, სადაც ერთეულ პროდუქციაზე წარმოება არის მინიმალური. მინიმალური დანახარჯები წარმოიქმნება. შესაბამისად, ფასები ასევე მცირდება მანამდე, სანამ ფასი გაუტოლდება საშუალო ერთობლივ დანახარჯს. ამდენად გრძელვადიან პერიოდში ვიღებთ სურათს, რომ საბაზრო მიწოდება, ანუ MC, რომელიც ვერტიკალური, თქვათ, მონაკვეთით არის წარმოდგენილი, ის გრძელვადიან პერიოდში ხდება უკვე ჰორიზონტალური, რადგან MC არის ATC და შესაბამისად ATC-ც არის ფასი. ანუ ზღვრული დანახარჯები უტოლდება შესაბამისად ფასს, რადგან ორგანიზაციამ იმისათვის, რომ შეინარჩუნოს თავისი პოზიცია გრძელვადიან პერიოდში, მან უნდა მოახერხოს, რომ პროდუქციის რეალიზაცია მოახდინოს ისე, რომ შესაბამისად იმ ფასად, რომ შესაბამისად ის არ დაზარალდეს. როგორც კი ისიც განიცდის ზარალს, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ უკვე რომ ორგანიზაცია ასე დროს უკვე ტოვებს შესაბამისად ბაზარს. ამდენად საბაზრო მიწოდება ხდება ჰორიზონტალური, მრუდი, გრძელვადიან პერიოდში, რადგან ფირმის მოგება გრძელვადიან პერიოდში ნულის ტოლია.